საქართველოს ბანკი აგროსექტორის მხარდაჭერას და ქვეყანაში თანამედროვე აგროინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობას აგრძელებს. ამჯერად ბანკსა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე მარიო სტეტა ეწვია. ვიზიტის მიზანს საქართველოს როგორც მოცვის ინდუსტრიის სწრაფად განვითარებადი ქვეყნის საერთაშორისო პოზიციონირების გაძლიერება და გლობალურ ქსელებში ინტეგრაციის ხელშეწყობა წარმოადგენდა. ვიზიტის ფარგლებში მარიო სტეტამ ასოციაციის წევრ კომპანიებთან, სექტორის წარმომადგენლებთან და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან გამართა პროფილური შეხვედრები. საქართველოს ბანკისთვის აგროსექტორის მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მოხარული ვართ, რომ ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში დღეს მასპინძლობთ საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარეს. გვჯერა, რომ მსგავსი ვიზიტები ხელს უწყობს საერთაშორისო ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას, ქართული მოცვის საერთაშორისო ბაზრებზე ცნობადობის გაზრდას და ახალი პარტნიორობის ჩამოყალიბებას, რაც რა თქმა უნდა თავის მხრივ ხელს შეუწყობს ქართული აგრობიზნესის განვითარებას და კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას. საქართველოს ბანკთან თანამშრომლობის შედეგად ჩამოვიყვანეთ მსოფლიოს ლურჯი მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე. რა თქმა უნდა, მისის ჩამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც დარგისთვის, ისე ასოციაციისთვის. მას მოყვება ძალიან დიდი საერთაშორისო ურთიერთობები, ცოდნა, გამოცდილება და ახალ ბაზრებზე წვდომა. ჩემთვის პრივილეგიაა, რომ დღეს აქ ვიმყოფები და შანსი მაქვს ქართული ბაზრის სპეციფიკაში გავერკვიო. პირველად ვარ საქართველოში და თამამად შეიძლება ითქვას, რომ გაოცებულიც კი ვარ იმ ვითარებით, რომელიც დღეს აქ მოცვის წარმოების კუთხითაა. ამ ქვეყანას ნამდვილად უნიკალური ბუნებრივი რესურსი აქვს იმისთვის, რომ მოცვის წარმოება უფრო განვითარდეს და დაიხვეწოს. საქართველოს მოცვის მწარმოებელთა ასოციაცია მართლაც მნიშვნელოვან საქმეს ასრულებს და დიდ შრომას წევს იმისთვის, რომ კომპანიებს, რომლებიც ამ პროცესში ჩართულები არიან, პროცესი გაუმარტივოს. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ამ კუთხით ქვეყანას დიდი პოტენციალი აქვს და ამ პოტენციალის სრული ათვისებაა საჭირო.